3 დეკემბრიდან კომლზე გასაცემი შეშის ლიმიტი 7 კუბური მეტრით განისაზღვრება. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მოცულობა წინა წლებში მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე დაწესდა. ხათუნა გოგოლაძის განმარტებით საშეშე მერქანზე ლიმიტი 2011 წლიდან აღარ არსებობდა, რის გამოც შესაძლებელი იყო მოსახლეობისთვის საჭირო ტყეკაფი მთლიანად ერთ პირს შეესყიდა და შემდეგ მისი ხელახალი რეალიზაცია მოეხდინა. რაც შეეხება ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადას, წინა წლებისგან განსხვავებით ის 30 დღით განისაზღვრა. მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან განისაზღვრა თითოეული ოჯახისთვის კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე განმავლობაში მოსაპოვებელი სათბობის შეშის ოდენობა 7 კუბური მეტრით. ხოლო თვითმმართველობის ორგანოს გარდა თბილისისა მათ მიერ წარმოდგენილი იქნება სიები ფაქტობრივი მაცხოვრებელი კომლების შესახებ, სადაც მითითებულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ზუსტად მოხდეს იმ ოჯახების იდენტიფიცირება, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ რეგიონებში და რომელთაც სჭირდება საშეშე მერქანი. ანუ მივიდოდა ადამიანი ბანკში, რომ აეღო მისთვის საჭირო შეშის რაოდენობა, გადაეხადა ფული და მოეხდინა შემდეგ მისი გამოტანა ტყიდან, მაგრამ იმის გამო რომ ერთ ადამიანს ან რაღაც ჯგუფს მთლიანად ჰქონდა შესყიდული ეს რესურსი, ელემენტარულად აღარ იყო ბანკში და ეუბნებოდნენ, რომ ეს უკვე გაყიდულია. ამის გამო ძალიან რთული მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ ადამიანები რჩებოდნენ შეშის გარეშე. მათ უწევდათ შემდეგ ან ძალიან მაღალ ფასად უკვე ამ შეშის შესყიდვა მათგან, რომელმაც ეს ბილეთი შეიძინა. რაც თავის მხრივ, როგორც აღვნიშნე, კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდებოდა ამის გასხვისება, რეალიზება და ეს უქმნიდა ძალიან დიდ პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა კონკრეტულ ტყეკაპზე და ბილეთის მოქმედების ვადა 1 წლიდან 30 დღემდე შემცირდება. 2011 წლიდან იყო ასეთი მდგომარეობა, რომ გაიცემოდა 1 წლით, შემდეგ ეს შეიძლება კიდევ გაგრძელებულიყო და რაც ამ პროცესს ქმნიდა ფაქტიურად უსასრულოდ და რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბილეთის მფლობელს წლების განმავლობაში შეეძლო რამდენჯერაც მოუნდებოდა იმ რესურსის გამოსატანად შესვლა. ეს უქმნიდა ძალიან დიდ პრობლემებს, როგორც ტყის მცველებს კონტროლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვერ ხდებოდა ტყეკაფის დახურვა და მეორე, როდესაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე ტყეკაფში შედის ადამიანთა ჯგუფი და ჭრიანი ხეებს და გამოაქვთ, ეს ძალიან უშლიდა ხელს ბუნებრივი განახლების პროცესს. საქართველოს გარემოს დამცველი ჭიათურაში იმყოფება დღეს. საქართველოს გარემოს დამცველის ოფისსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ვახტანგ ოქროპირიძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ მოაწერეს. ხელშეკრულება 4 პუნქტისგან შედგება და ის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის შექმნას გულისხმობს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელი მისი მოადგილე ვალერი კაპანაძე იქნება. სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტება და ჭიათურაში ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ტყის ფონდის დაცვის კუთხით იმუშავებს. საქართველოს გარემოს დამცველის ვახტანგ ოქროპირიძის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმების აუცილებლობა იმ დეკლარაციამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც ჭიათურა მესამე კატეგორიის დაბინძურების ზონად არის მიჩნეული. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ჩვენ გარემოს დაცვის ოფისთან უკვე საკმაოდ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც უკვე ურთიერთობთ, თანამშრომლობთ და დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობა ესე გადაიზარდა ოფიციალურ ქმედით ნაბიჯებში. დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი მუნიციპალიტეტმა და გარემოს დაცვის ოფისმა. გარემოს დაცვის ოფისი, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციო ჩვენ გვაწვდის უამრავ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქალაქისთვის და ჭიათურისთვის, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ გარემოს დაცვის კუთხით ჩვენს რაიონს ძალიან უჭირს, ეს არის ჰაერი, წყალი არის, ტყის ფონდის გადარჩენა.
მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ბატონ სულხანთან მოეწერა ხელშეკრულებას მემორანდუმის ხელი ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ. მემორანდუმში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს გარემოს დამცველის ოფისის მიერ გასატარებელი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში იქმნება სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და ამ შესწავლის შედეგად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმარებას. მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება გაფორმებულია 5 წლის ვადით, რომლის ფარგლებში საქართველოს გარემოს დამცველის ოფისზე დელეგირებულია კონკრეტული უფლებამოსილებები, რაც გათვალისწინებულია მემორანდუმის შესაბამისი დებულებებით. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი განაგრძობს მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობას და პარაფირება ხელმოწერას არ ნიშნავს და უკრაინის მაგალითი საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს, განუცხადა მედია საშუალებებს სოსოცის კარეშულმა. ექსპერტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ძირითადი მხარდამჭერების სიმპათიასაც კარგავს. შეინარჩუნებს თუ არა ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობას სოსოცის კარიშვილის შეფასებით აღნიშნულს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილება გადაწყვეტს. ამჯერად დაახლოებით მე-13 აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისა უკვე ხარს უჭერს დემონსტრანტებს და მზად არის ჩაერთოს საპროტესტო აქციებში. ეს გარკვეული ზურგში დარტყმა არის ბატონი იანუკოვიჩისთვის, მაგრამ ის რაც მოხდა შაბათს ღამით კიევის მთავარ მოედანზე, მე ვიტყოდი გარკვეული კატასტროფის მომასწავებელია იანუკოვიჩისთვის. ეხლა საძებარია გზები რა გადაარჩენს მას. ასაკურელი ეს გახლავთ ისეთი გაკვეთილი, რომლის არ გათვალისწინება ძალიან ესე იგი სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს საქართველოსთვის. თუმცა ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გარკვეული ტრენინგი უკვე ჩაგვიტარა რუსეთმა 2006 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად 6 წლის განმავლობაში და ჩვენ ვნახეთ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთი ფაქტების გამეორების უფრო მსუბუქად გვერდის სასავლელად. დასაკვირველია, აუცილებელია დივერსიფიკაცია მოხდეს იმ ბაზრების, რომელზეც ვაპირებთ საკუთარი საექსპორტო ნაწარმის ესე იგი გატანას, მაგრამ მოდით ვიყოთ გულსფელნი, რაიმე თანაფარდობა მასშტაბებს შორის უკრაინის და საქართველოს წარმოებისა გაგვიჭირდება. მოლოდინი რომ ხვალ ევროკავშირის წევრი გავხდებით გადამეტებულია მიმდინარე წელი ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური დაახლოებისთვის უნდა გამოვიყენოთ. განუცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებს. ვანო მაჭავარიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვილნიუსში გიორგი მარგველაშვილმა ევროპელი ქვეყნების ლიდერებზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა. მოლოდინი იმაზე რომ ჩვენ ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ალბათ გადამეტებული იქნება, ეს იყო ზუსტად ის ეტაპი, რომელიც ქვეყანამ უნდა გავლოს, როგორ ყველა აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყანამ, რომ დაუახლოვდეს ევროპას, გახდეს პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის ნაწილი, გაუმჯობესდეს საქართველოში ცხოვრება, მოხდეს ბევრი პროექტის, ბევრი პროგრამის თუ ერთობლივი ბიზნეს პროექტების წამოწყება. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ორმხრივ ფორმატში ჩვენ ქონდა საუბარი მზად არიან, რომ მაქსიმალურად გვერდში ამოგვიდნენ და ჩაერთონ. საკმაოდ დიდი ინტერესი არის საფრანგეთის მხრიდან, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მხრიდან, ევროპული განვითარების თუ საინვესტიციო ბანკების თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული მუშაობა დაგეგმილი და მე მხოლოდ კიდევ ერთხელ ამბობ, კმაყოფილებით შემიძლია აღნიშნო, რომ გიორგი მარგველაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, ესე ვთქვათ, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, ზუსტად ის, რომ მასში დაინახეს ევროპული ტიპის ლიდერი,
რომელსაც აქვს ხედვა, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები, რომელიც არის ევროპული, აქვს ღირებულებები, რომელიც ასევე არის ევროპული. ჟურნალისტებთან საუბრის თემა ვილნიუსის სამიტზე აჟღერებული მუსიკაც იყო, რომელიც როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, მასპინძლების მიერ იყო შერჩეული. ვანო მაჭავარიანის განმარტებით შალახოს მელოდია მათთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა მომხდარი პოზიტიურ კონტექსტში აღიქვეს. მასპინძლების პატივისცემა, ესე ვთქვათ, რომელიც მათ გამოიჩინეს. მე რაღაც განსაკუთრებულ ტრაგიკულ სამაშველს ვერ ვხედავ, საკმაოდ ესე ვთქვათ, პოზიტიური ენერგია შექმნა თვითონ დარბაზში. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თავიდან სიმართლე ვერ მივხვდი რა მელოდიისკენ მიდიოდა, განსაკუთრებით მე როდესაც ეს გადაიზარდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაში. მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო გარკვეულწილად ის პოზიტივი, დადებითი ემოცია, რომელიც ქართველებისგან თუ საქართველოსგან მოდის, იმიტომ რომ მერწმუნეთ, როცა აღმოჩნდებით ევროპაში, ესე ვთქვათ, ამდენი მომღიმართ ადამიანს თუ ნახავთ, უმეტესობა ქართველები არიან და ძალიან პოზიტიურ ენერგიას იღებენ და მერწმუნეთ ამ შეხვედრების დროს თუ სხვაგან, ყოველთვის ჩვენთან მოდიოდნენ ძალიან პოზიტიური განწყობით. რაც შეეხება კიდევ შერჩევას, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს სულიკო თუ შალახო თუ იქ იყო აზერბაიჯანული მუსიკა. ყოველ შემთხვევაში ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს გარკვეული პატივისცემის გამოხატვა იყო ევროკავშირის თუ მასპინძელი ქვეყნის მხრიდან, რომელშიც ახლა თავისთავად ვერ ჩავერეოდეთ და რა თქმა უნდა გარკვეული ღიმილი მოგბრა, მაგრამ ახლა მე მგონი ამითი არაფერი არ დაშავდა, ხო? ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ახალმა რეჟისორმა მამუკაც ერცვაძემ პრემიერისთვის მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები ლამბალო და ყაშაში არჩია. აი ოთარ ალექსიშვილის შემდეგ ასეთი შრომელი რეჟისორი მე არ შემხედრია. სპექტაკლს შეეხება, მე მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს. ის ამბები ასახული შიგნი, რაც დღეს ხდება. რუსეთის ეს დამოკიდებულება, ამ მუსლიმანებთან დამოკიდებულება, ყველაფერი ეს ამ პიესაში არის თავმოყრილი. მე მგონი მაყურებლისათვის ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. პრემიერა ჭიათურის თეატრში 5 და 6 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი მსახიობები რეპეტიციებს გადიან. ლამბალოს როლს სპექტაკლში ნოდარ ჩაჩანიძის შვილიშვილი ასრულებს. თამაშობ ლამბალოს როლს 20 წლის თათარი ბიჭია. ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გავიარეთ ბატონ მამუკასთან და ჭიათურის მსახიობებთან ერთად. ჩემი ბაბუა ნოდარ ჩაჩანიძე აქ მოღვაწეობდა მთელი ცხოვრება და ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა ეს, იმიტომ რომ მინდა რომ ბაბუის სახელი არ შევარცხვინო ეს. თვითონ პერსონაჟს რაც შეეხება მე ვისაც თამაშობ, ეს არის ყაშა, მღვდელი და ცოტა ისეთი შემაძრწუნებელი როლია, ძალიან ისეთი ბოროტი მღვდელია რა. აღსანიშნავი ის არის, რომ ასეთი ლამაზი სპექტაკლი, ასეთი შინაარსიანი, გემოვნებიანი, კარგახანია უკვე ამ ბოლო წლების მანძილზე აღარ ახსოვს ჩვენს მაყურებელს. ახალი რეჟისორი საინტერესო სპექტაკლით. მსახიობები მაყურებელს დაუვიწყარს აღამოსპირდებიან. მე მგონი სპექტაკლი უნდა გამოვიდეს მაყურებლისათვის ძალიან საინტერესო. მე მგონი ძალიან კმაყოფილი წავა მაყურებელი და ბედნიერი. ფიქრობთ რომ ძალიან კარგი უნდა იყოს. ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. 5-6 გებადიჟებით მომზანდით. ნასიამონები დარჩებით. 5 და 6 დეკემბერს ჭიათურის სახელმწიფო თეატრი 120 სეზონის პირველ პრემიერას დადგამს. სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში პირველი წრის მატჩები დასრულდა. გათამაშების პირველ წრეში ასპარეზობა საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამაც დაასრულა. 13 ტურის შემდეგ ჭიათურელი ფეხბურთელები მე-4 ადგილზე იმყოფებიან. იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენ ვიმყოფებით, კმაყოფილი კი არა, უსაზღვროდ კმაყოფილი, იმიტომ რომ ესეთი გაჭირება არა მე-4 ადგილზე ახლა დავაგეთ კიდევაც, მაგრამ მაინც ვერავინ არ გვეწევა მე-4-ზე. დაკარგული არაფერია და თუ რამე სიკეთე იქნა, ეშინ რა ვიცი, ვეცდებით რომ რაღაცაზე იბრძოლოთ.
პირველი წრის ბოლო შეხვედრა ჭიათურამ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მასპინძლებმა შეხვედრა 10 კაცის შემადგენლობით დაასრულეს. შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი მსაჯებით უკმაყოფილო დარჩა. ის ორიგოთ არ უთამაშიათ ბიჭები, მონდომება არ აკლდათ მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მოედანი იყო და არ გაგვიმართლა რომ კაცი გაგვიგდეს და ის შემთხვევით გოლი გაგვივიდა და რა ვიცი მე მგონი ჩვენს ჰქონდა შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ფეხბურთია რა სიზამ დღეს მოიგებთ ხალხს. გაგენიძისნაირი ხარ გადაეცეთ ფეხბურთის ფედერაციას კლავს ქართულ ფეხბურთს. და სიკვდილის პირამდეა მისული უკვე. საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამ 11 ჩატარებულ მატჩში 25 გოლის მოგროვება მოახერხა.